დღეს გაცემის სტუმარი გახლავთ ჩემი კოლეგა ბონდომ ძინარაშვილი. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით, გამონახეთ დრო და მოხვედით და ეს შიდა პოლიტიკაზე მინდა ვისაუბრო უმეტესწილად, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მხოლოდ ამით შემოვიფარგლებით. როდესაც პარლამენტში ამ დროებით საგამოძიებო კომისიამ დაიწყო მუშაობა, სიმართლე გითხრათ, მე ვერ მივხვდი თავიდან მოტივს, თუმცა ახლა ჩემთვის ნათელი გახდა მოტივი მას შემდეგ, რაც თქვათ აი დადგა რიგი პარტიების აკრძალვის საკითხი და რიგი პოლიტიკოსების მიმართ ბრალდებების წაყენება გახდა რეალური, საკმაოდ სერიოზული ბრალდება. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული, ხო ეს ღალატი გავც არ მიყვარს, ასე ვიტყვი. თუ შეიძლება, მე რა მიყვარს, არ მიყვარს სხვა თემა, მაგრამ ამ სიტყვებითაც შეიძლება გამოვხატოთ. ესე იგი, მე შემექმნა დაბეჭდილება, რომ აი კომისიის მუშაობა გამიზნული იყოს სწორედ ამ სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, რომ შემდეგ ეს პროცესები განვითარებულიყო და ამას ქონოდა სამართლებრივი საფუძველი. რამდენად ალბათ დარწმუნებულია ხელისუფლება ხო იმაში, რასაც აკეთებს, იმიტომ ბრალდებები ძალიან მძიმე არის. თქვენ თუ მოელოდით ამას და რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ამან ჩვენ სახელმწიფოს და ჩვენ საზოგადოებას, რომელიც ეს გახლეჩილია. დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ეს. უპირველესად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ სერიოზულად იმუშავა და ისეთი მოცულობითი დასკვნა დადო, რომელსაც არ შეიძლება რომ არ ქონდეს სამართლებრივი გაგრძელება. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უკვე წარდგენილია სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის მოთხოვნით და ამაზე იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო მიიღო უკვე წარმოებაში ეს სარჩელი და ამის პარალელურად ამ პოლიტიკური პარტიების ლიდერების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყება, თუმცა მე გუშინ ვიხუმრე ამასთან დაკავშირებით, რომ სადევნელი არავინ არ არის, ყველა უკვე საპატიმროშია და გამოკეტილია იზოლატორებში. იზოლატორებში კი არა, სასჯელი ასრულების დაწესებულებებში არიან. ორის გარდა, ჯაფარიძე ხაზარაძის გარდა ყველა სხვადასხვა ვადით აქვთ თავისუფლების აღკვეთა. მისჯილი ერთ-ერთ უწევდა დეკემბერში გამოსვლა, მაგრამ ამ ახალი ბრალდების შემდეგ სრულიად ბუნებრივია ის გააგრძელებს საპატიმროში ყოფნას და შემდგომ უკვე ახალი ბრალდება სასამართლოდან დაეწევა განაჩენის სახით და ისევ გააგრძელებს მჟავრდებულად ყოფნას ზურაბ ჯაფარიძეს გულისხმობ. ეს სრულიად მოსალოდნელი იყო. სხვათა შორის ნინო, მე ჯერ კიდევ 2013 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც ქართული ოცნების მაშინდელი კოალიციის მთავრობა ჩამოყალიბდა და დაიწყო მუშაობა, ვითხოვდი რომ აუცილებელი იყო ნაციონალური მოძრაობის როგორც პოლიტიკის სუბიექტის განდევნა პოლიტიკური ველიდან, რადგან ის ყველანაირად შეეცდებოდა ქვეყანაში პოლარიზაციის გაჩენას და გაღრმავებას. იმ დროისთვის ეს პოლარიზაცია საზოგადოების დიდ ნაწილსა და მაშინდელ ხელისუფლებას შორის, სააკაშვილის ხელისუფლებას შორის უკვე გამოკვეთილი იყო ეს დაპირისპირება და ამას სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად იჩინა თავი, მაგალითად 2007 წლის აქციების დროს, მანამდე გირგვლიანის საკითხთან დაკავშირებით პერმანენტული აქციები იმართებოდა მცირერიცხოვანი, მაგრამ ძალიან აქტიური. მომდევნო წლებშიც 2008-ში იცით, რომ მთლიანად პოლიტიკურმა ძალებმა მორატორიუმი გამოაცხადეს ომის გამო და ეს იყო, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით ეს იყო შანსი და შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური კულტურა ნელ-ნელა ჩამოყალიბებულიყო ამ ქვეყანაში, თუმცა სამწუხაროდ სააკაშვილის მანიაკალურ მისწრაფებამ, რომ ძალაუფლება მაქსიმალურად საკუთარ ხელში მოექცია და არ გაეშვა, არ დაეთმო და ინსტიტუციური მართვა არ განეხორციელებინა და ერთპიროვნული მართველი ყოფილიყო, ჩვენ ეს ვნახეთ, ამან ისე უკან დააბრუნა პროცესი და შემდგომ იყო 2009 წლის აქციები, გახსოვთ ის დიდი რა მრავალთვიანი საკნების აქციები და მუდმივი პროტესტი იყო, შემდგომ უკვე წინააღმდეგობის მოძრაობის, საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის აქციები, აქ დავით არხალმოურავის და ირმა ინაშვილის მუდმივ ბრძოლას პატიმრების მდგომარეობის შესამსუბუქებლად და სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხედავდა ძალიან კარგად ხალხი და ნელ-ნელა ეს ბრძოლა რაღაცნაირად კონსოლიდირებული გახდა და საბოლოო ჯამში 2011 წლის 7 ოქტომბერს ბიზირა ივანიშვილის განცხადებამ პოლიტიკაში ჩართვის შესახებ კიდევ უფრო მეტად შეკრა
შეადუღაბა პოლიტიკური ძალები მის გარშემო და უკვე სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლამ უკვე აბსოლუტურად სხვა განზომილება მიიღო. და იმ დროისთვისაც უკვე აშკარა იყო, რომ სააკაშვილს არ ეთმობოდა, რა თქმა უნდა, ძალაუფლება. იმ დროისთვის სააკაშვილი იყო ხელჩამოურთმეველი. ძალაუფლებასაც არავის ეთმობა ხოლმე, იშვიათად მინახავს დიოკლეტიანის გარდა, კი ბატონო, რომელმაც კარგი კომბოსტოები მოიყვანა და თქვენ რო იცოდეთ, ხო? აქვს საშუალება პენიტენციურ დაწესებულებაში, შეუძლია ჩვენ პოლიტიკოსებსაც, რომ კარგი კომბოსტო მოიყვანონ, ან სხვადასხვა აღჭეული კულტურები. კი, რა თქმა უნდა, ზოგიერთ საჯელახსოვრების დაწესებულებაში ბაღებს უვლიან, ბაღებს აკეთებენ, ასე ვთქვათ, ყვავილებს წავენ, რგავენ და თოხნიან და ბარავენ. შეუძლიათ რაღაც გააკეთონ. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მათი სოციალური აქტიურობა, ანუ რესოციალიზაციისთვის სერიოზული ხელისშეწყობა იქნება დააბრუნონ რეალობაში. ხო და ამ წინააღმდეგობამ საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ სააკაშვილი გატყდა, სააკაშვილი დანებდა და არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ მისი მფარველებიც. იმიტომ რომ ყველა მიხვდა, რომ განსაკუთრებით ციხის კადრების და მე ვგულისხმობ სწორედ სისტემური დანაშაულის ჩვენებას და ეგრეთ წოდებულ წითელ პარასკევს, каранტინის დაშლას, каранტინის კადრებს, სადაც მთელი საჯელახსოვრების სისტემა იყო ჩართული და შემდგომ თვითონვე აღიარა სააკაშვილმა თავის მთავარ პროკურორთან და სხვა მაღალ ჩინოსნებთან ერთად, მერაბიშვილთან და ატეიშვილთან და მთავარ პროკურორ ეხლა დაბატიმრებულ ზოდელავასთან ერთად შეხვედრაზე, რომ ამას ჰქონდა სისტემური სახე და რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან რთული ამბავი მისთვის პირადად, იმიტომ რომ მიხვდა რომ უკვე ძალაუფლება მთლიანად გამოეცლებოდა ხელიდან საზოგადოების და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი კრიტიკის ფონზე, იმიტომ რომ ხა როდესაც ციხეებში სისტემური დანაშაული ხდება და ამაში ჩარეული არიან სახელმწიფო სტრუქტურები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მანამდე არაერთხელ გვისაუბრია ამის თაობაზე, არაერთი პუბლიკაცია იყო პრესაში, არაერთი გადაცემა მიეწვნა განსაკუთრებით ობიექტივი აქტიურობდა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ უფლებადამცველები, ადვოკატები მუდმივად საუბრობდნენ ამაზე, ეს მაინც რაღაცა არ მინდა ცუდი შედარება მოვიყვანო, მაგრამ ქარავანი აგრძელებდა თავის სვლას. ხო, სააკაშვილის კუზიანი ქარავანი და ამას ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას, თუმცა რა თქმა უნდა ისმენდნენ ევროკომისრებიც, ბრიუსელშიც ძალიან ბევრი ვიზიტი იყო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც მათ საკუთარი თვალით ნახეს ეს დოკუმენტურად კადრები, ანუ ამის შემდგომ უკვე სააკაშვილის დაცვა, თავიანთი ძაღლიშვილის დაცვა, ასე ვთქვათ, როგორც იტყვია ხოლმე ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია ვოკასაო. ცნობილი კი გამონათქვამი და ვეღარ დაიცვეს და ჩემი აზრით აქ უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო არა ის, რომ სააკაშვილი დასუსტდა, არამედ ის, რომ გამაერთიანებელი ფიგურა გამოჩნდა პოლიტიკურ სცენაზე და ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. აი ამ ფაქტორმა მან გარშემო შემოიკრიბა ეროვნულად ცნობილი, მოდი ასე ვთქვათ, მედასავლეთით ცნობილი, კონსერვატორად ცნობილი და ასე შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, თუმცა რამდენიმესთან თანამშრომლობაზე კატეგორიული უარი განაცხადა მაგალითად ნათელაშვილზე და სხვებზე. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ინფორმაცია, ვინ რა ღირდა პოლიტიკურ ბაზარზე და შესაბამისად, იმათი ფასიც იცოდა, ვინც მასთან ერთად იყვნენ იმ კოალიციაში, მაგრამ ვიღაცასთან ერთად უნდა ყოფილიყო სრულიად ბუნებრივია ის შემადგენლობა. ანუ ყველა ნაყიდი იყო ამას ამბობ. არა, ყველას ჰქონდა თავისი ფასი. ფასი პირდაპირ მნიშვნელობით თუ მხოლოდ გადატანითით მხოლოდ თუ პირდაპირ. იცით რა არის? პირდაპირითაც არა მხოლოდ გადატანით, პირდაპირ მნიშვნელობით. იცით რა არის? ჩვენ ხო გაგვივლია, გვინახავს ბაზართან რა ხდება საღამოს. საღამოს მაგალითად, როდესაც მთავრდება, ანუ საღამოს ბაზარი ჯერ ერთი იაფდება პროდუქტი, იმიტომ რომ განსაკუთრებით ეს როდესაც გლეხები ყიდენ ამას, იმიტომ რომ ფუჭდება ეს ხილბოსტნეული და მეორეც აი ნახევრად გაფუჭებული ხილბოსტნეული გამოაქვთ ყუთებით და დებენ გარეთ, რომ ვისაც უნდა არჩიოს აიღოს და არა, ბითუმად კი არა საჩუქრად წაიღონ, ოღონდაც აი მოიშორონ ეს, იმიტომ რომ მეორე დილას ეს ყველაფერი იქნება დამპალი. და ქართულ პოლიტიკასაც ეს ჭირს სამწუხაროდ. და აი ასეთი ნახევრად დამპლები
ბრჭყალებში ვიტყვი ამას. რა თქმა უნდა, არ მიიღო თავისთან, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი იგივე რესპუბლიკელებთან დაკავშირებით დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ იყვნენ იმ კოალიციაში. იცით, ქართულ ოცნებას ძალიან იქ რო არ დავრჩეთ 13 წლის წინანდელ, 14 წლის წინანდელ პროცესებში, უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ რაც იყო იმ შესაძლებლობებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ყველაფერი მშვიდად, მშვიდად უნდა განეხორციელებინა და არავითარ შემთხვევაში მაშინდელი ხელისუფლების, სააკაშვილის ხელისუფლების ძალადობით არ ეპასუხათ, ჯერ ერთი პრაგმატულადაც ეს ასე იყო, სააკაშვილის ხელში კონცენტრირებული იყო დიდი ძალა და უხეში ძალა და სრულიად ბუნებრივია მის მიმართ ოპოზიციური ველიდან ძალის დემონსტრირების პირობებში იქნებოდა სასტიკი პასუხი და სერიოზულად დაზიანდებოდა მთლიანად პროცესი, რომელსაც ჩვენ არჩევნებამდე 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე უნდა მივეყვანეთ და პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ მიუხედავად თავდასხმებისა გახსოვთ თქვენ კარალეთში ქვების სროლა კახა კალაძის მიმართ და ასე შემდეგ, უამრავი ძალადობის ფაქტი იყო 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მაგრამ ამას ყოველთვის მშვიდად პასუხობდნენ და აქ გამოჩნდა კიდევ რომ პოლიტიკაში პრაგმატიზმს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შეიძლება ემოციურობა, ქარიზმატულობას ძენს ადამიანს გარკვეულწილად, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის უსკრულის პირას, ან თუ გნებავთ ასე უსკრულის პირას ყანყალი, ან თუ გნებავთ სამართლებლის პირზე სიარული, იმიტომ რომ როდის აუწდება ფეხი ადამიანს და გადაიჭრება შუაზე, როგორც იტყვიან ბოდისვიხტი გამოთქმისთვის გაიჭრება ლაჯებზე ან აიხევა ლაჯებზე, ეს არავინ იცის და წონასწორობის დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მთელი მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ამას უყურებთ სწორედ ამ 13 წლის განმავლობაში, რომ მაქსიმალურად ცდილობს ეს ხელისუფლება წონასწორობა შეინარჩუნოს, მაგრამ უყურეთ მე რატო ვითხოვდი, როდესაც აღნიშნე, რომ თავიდანვე ვითხოვდი, რომ აუცილებლად უნდა აკრძალულიყო ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ძალა და მაგრამ საფუძველი ხო სჭირდება ესე ხო არ არის მე არ მომწონდა. ჯერ ერთი საფუძვლების მოძებნა იყო საჭირო პოლიტიკური შეფასების გარდა სამართლებრივი შეფასებისთვისაც და სამართლებრივად ამის გაგრძელებისთვის. მე გაგახსენებთ, რომ 2016 წლის ივნისში იმ პარლამენტმა 2012-14 წლების პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იმუშავა მაშინ ძალიან აქტიურად საზოგადოებასთან ერთად და დადო დასკვნა. ეს არის პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. და ძალიან მკაცრი დასკვნაა, აი წარმოუდგენლად მკაცრი დასკვნაა. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საფუძვლად ესეც დაედება მომავალში, როდესაც დაუშვათ სააკაშვილის რეჟიმზე და ამ პარტიების აკრძალვაზე იქნება საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ ჩემი აზრით უფრო მეტად მნიშვნელოვანია იმის გარდა ის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვნად მე მიმაჩნია პირადად, რაც ხდებოდა 2012 წლის შემდეგ ამ პოლიტიკური ძალის და მისი განაყოფების მხრიდან. ეს იყო კატასტროფა, ეს იყო ბრძოლა საკუთარ ხალხთან, ეს არ იყო ბრძოლა ქართულ ოცნებასთან და საქართველოს ხელისუფლებასთან, თუმცა ამ ხელისუფლებაში სხვადასხვა დროს იყვნენ, იცით, პირველი კოალიციური მთავრობა იყო, შემდგომ იყო ქართული ოცნება, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 16-20 წლების პარლამენტს გულისხმობდა, ეხლა უკვე არის მთლიანად ქართული ოცნება და ბოლო არჩევნების დროს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები ასევე ქართულ ოცნებასთან ერთად შევიდნენ ამ პარლამენტში, დღევანდელ პარლამენტში 2024 წლის არჩევნების დროს და ამ პერიოდში მუდმივად იყო ბრძოლა კონტრრევოლუციის მოწყობის მცდელობები, მოდი ასე ვთქვა, თუ იმას დავარქვეთ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში ქართული კოალიცია ქართული ოცნების გამარჯვებას მშვიდობიან რევოლუციას, მართლა მშვიდობიან რევოლუციას და ეს პირველი შემთხვევა იყო საქართველოში, როდესაც სისხლის მაგრამ რევოლუცია მე მგონი იმ პროცესებს ნაკლებად უხდება, იმიტომ რომ აი გამოსვლების არ ყოფილა, უბრალოდ ეს იყო არჩევნებზე მობილიზაცია. გავიგე, მაგრამ მე ასე არ უყურებ, მაგალითად სიტყვა რევოლუციაში მე უარყოფით შინაარს არ ვდებ. რევოლუცია განახლებას ნიშნავს. ეხლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, აი არ შეიძლება პროცესების რევოლუციური გზით გაგრძელება. ჯერ ერთი რადიკალურად განახლებას გულისხმობს ეს და არა აუცილებლად სისხლისღვრას. ხო, ეხლა ჩვენ გვაქვს ჩვენს თაობას განსაკუთრებით ეს რევოლუციის მიმართ და მოდი ვთქვა წინა თაობასაც ეხლა საფრანგეთის რევოლუციას თუ გავიხსენებთ, საშინელი სისხლის მდინარეები დააყენეს მაშინაც და რა თქმა უნდა 1917 წლის რევოლუციამაც ეს გამოიწვია საბოლოო ჯამში და ეს იწვევდა მე შემდგომ მიგრაციულ პროცესებს, დემოგრაფიულ კატასტროფებს და ასე შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში და ნუ ყველა ომს მოყვება ხოლმე ასეთი რამ. მოგეხსენებათ, მაგრამ თავარი აქ სხვა რამეა. პროცესები იყო მართლაც რევოლუციური, მაგრამ უყურეთ, ხშირად ამბობენ ქართველი პოლიტიკოსები, მე არ ვემხრობი რევოლუციას,
მე ევოლუციის მომხრე ვარ და ევოლუციას რაც ნიშნავს? ევოლუციას განვითარება რა თქმა უნდა. ევოლუციას განვითარება, უბრალოდ არის სწრაფი განვითარება და არის ნელი თანდათანობითი განვითარება. რა თქმა უნდა. ხო, ნაკლებად მტკივნეული, მაგრამ ამ ნაკლებად მტკივნეულმა და ამ პროცესმა საბოლოო ჯამში ძალიან მტკივნეულ შედეგებამდე მიგვიყვანა, მოდი ესეც ვთქვათ. რა თქმა უნდა, მე არ ვეთანხმებოდი იმ გზით წასვლას, რა გზითაც სააკაშვილი წავიდა 2004 წლიდან, როდესაც ნაჯახით მოქმედებდა და მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. შურისძიების წყურვილით აღსება არ არის სწორი და ისიც კარგად მესმოდა რა სიტუაცია იყო 2013 წლიდან, მაგრამ იმასაც კარგად ხედავდი, რომ ეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც საშუალო ასაკი ჰქონდა საკმაოდ დაბალი, იგივე ვთქვათ მოქალაქეთა კავშირთან შედარებით, იქნებოდა ძალიან სერიოზული საფრთხე ქვეყნისთვის. მოდი ვთქვათ ასე, არა მხოლოდ პოლიტიკური კულტურის ჩამოსაყალიბებლად, ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა პოლიტიკურ კულტურას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისთვის რომ პოლიტიკურ კულტურაზე ვილაპარაკოთ, უნდა ყავდნენ პოლიტიკოსები. სამწუხაროდ ჩვენ არ გვყავს. კი ბატონო, ძალიან საინტერესო თემაა, რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა დაგემშვიდობოთ, დაგულოდოთ, მალე დავბრუნდებით და განვაგრძობთ იმ ადგილიდან, სადაც შევწყვეტეთ. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, განვაგრძობთ ჩვენ საუბარს სტუმართან, ფონდო მძინარაშვილთან ერთად და ჩვენ საინტერესო ადგილას შევწყვეტეთ საუბარი, პოლიტიკური კულტურა და ეს პროცესი, რაც ახლა დაიწყო, შეუწყობს ხელს პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას, როგორ ფიქრობთ? აი, სწორედ ამას ვეძახი მე, ჩვენ რევოლუციის ახალი ტალღის წინაშე ვართ. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე ამ სიტყვაში არ ვდებ ნეგატიურ შინაარს, თუმცა აქვს რა თქმა უნდა ნეგატიური გააჩნია, რომ მოქმედებაში რაში გამოიხატება, რა მოქმედებით გამოვხატავთ ჩვენ ამ რევოლუციურ განწყობებს. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დათრგუნვას პირდაპირ ვიტყვი და არ არიან პროგრესზე ორიენტირებული, ისინი არიან რევანშზე ორიენტირებულები, რომ დაიბრუნონ ხელისუფლება. მე მაგალითად შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მათ ჰქონდათ იმისი მოლოდინი, მით უმეტეს გახსოვთ თქვენ, რომ იმ დროისთვის უკვე ცოტა ადრე, 2 წლით ადრე ალასანიას პარტია წავიდა ქართული ოცნებიდან, კოალიციიდან და მისი მინისტრებიც და ასევე 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს უკვე გამოიკვეთა, რომ რესპუბლიკური პარტია აღარ იქნებოდა ქართულ ოცნებასთან ერთად. ანუ 2016 წელს შევახსენებ ახლა ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, რომ 2016 წელს უკვე კოალიციურად კი არ შედიოდა ქართული ოცნება, არამედ კოალიციაში მყოფი პოლიტიკური სუბიექტები ინდივიდუალურად ხდებოდნენ პარლამენტის წევრები, ოღონდ ქართული ოცნების სიით. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს სიის პარტიული სიით. და უკვე გამოიკვეთა, რომ რესპუბლიკელებიც აღარ იქნებოდნენ იქ. ამიტომ გარკვეული ასე ვთქვათ იმედი მიეცა ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილს, რომ ისინი შეძლებდნენ რევანშს და ძალაუფლების დაბრუნებას, იმიტომ რომ ისინი მუდმივად ამახვილებდნენ ყურადღებას, რომ 2012 წელს მშვიდობიანად დაათმეს ხელისუფლება და ასე შემდეგ. და სხვათა შორის მათ იყო საინტერესო მომენტი, ბუნდომ აუცილებლად უნდა გავიხსენო, როცა ახსენებდნენ მათ პასუხისმგებლობას, ჩადენილი გამოდეხა, ვინც რაც უნდა თქვას, რა ჩვენ ჟურნალისტები ვართ და სანამ ის კადრები გამოქვეყნდებოდა, ჩვენ კარგად ვიცით რა ხდებოდა. მე თქვი ეს უკვე ამაზე მუდმივად იყო საუბარი პრესაში. და ეს უბრალოდ შემდეგ გაიგო საზოგადოებამ და როგორ კონტროლდებოდა ახლა მაგალითად აი ჟურნალისტები, რომლებიც მუშაობენ TV პირველზე, ფორმულაზე, მათ ჩვეულებრივი იყო ცენზორთან კოჰორტა არსებობდა, რომლებიც ყოველსა და ყველაფერს აცენზორებდნენ და ასე რა გეთქვა, რა არ გეთქვა. სააკაშვილის დროს ეს ორი ტელევიზია არ არსებობდა. არა, მე ჟურნალისტები მაგრამ ის ჟურნალისტები, რომლებიც სხვადასხვა მედიაში მუშაობდნენ, ეხლა ამ ტელევიზიებში მუშაობენ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მე მახსოვს, არ დავასახელებ იმ ჟურნალისტის სახელს და ჩვენ რაღაც სემინარზე ვიყავით ერთად და აი ამბობდა რომ მიიღეს მიწის გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება, ანუ მე და ის მინისტრიო ვისხედით და ვფიქრობთ როგორ მიგვეწოდებინა და პირდაპირ თქვა რომ ჩაწერა სხვა თემაზე გლეხი და თქვა იმან კარგია და შემდეგ გავუშვეს, ანუ ესე უშვებდნენ და მე მკითხე კი, მაგრამ არ გცხვენია მეთქია ესეთ რაღაცებს და რა ვქნა, ორი შვილი მყავს, მე მაშინ გაყიდე ერთი და მოახმარე მეორეს, თუ ლოგიკა ეს არის, რომ თავარი არის რაღაცნაირად შეინახო
და კი შემომხედა გაკურება, ანუ ეს ჩვეულებრივი ამბავი ხა ვიღაცა შეიძლება გონია რაც არ უნდა თქვას, ეს ნამდვილად ასე იყო და ეს ძალიან ცუდია და ისინი ამბობდნენ რომ პასუხი ვაგეთ იმით რომ ჩვენ დავთმეთ ძალაუფლებაო 2012-ში ხოლო ეს იყო მათი პასუხისმგებლობა და მიწას რო ყიდი სამშობლოს რო ყიდი უკეთეს რას ყიდულობ იმ ფულითო ესეც არის და ჩვენ ახლა მივალთ რა თქმა უნდა ამ ბოლო ბრალდებასთანაც როდესაც სამშობლოს ინტერესებს ყიდიდნენ ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები ან საღამოს ბაზრის შემდეგ ქუჩაში გამოდგმულ ყუთებში ყუთებში არ არიან საკნებში ჩაწყობილები არიან ეს პოლიტიკოსები მაგრამ აი მთავარი ის იყო რომ მაშინ მათ იმედი ჰქონდათ რომ არჩევნების გზით დაიბრუნებდნენ ძალაუფლებას რა თქმა უნდა ეს არ გამოვიდა და მაშინ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო და საკონსტიტუციო რეფორმაც განხორციელდა გახსოვთ თქვენ ეს კომისია ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით პარლამენტის თავმჯდომარე იყო მაშინ ირაკლი კობახიძე და შემდგომ უკვე მათ გაუჩნდათ სურვილი რომ რაკი საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლებას ვერ იბრუნებდნენ, იქნებ პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩაეგდოთ ხელში და გახსოვთ როგორი საშინელი იყო 2018 წლის ოქტომბერი არჩევნები, პრეზიდენტის არჩევნები და შემდეგ მეორე ტური განსაკუთრებით ნოემბერში 16 დეკემბერს იყო ინაუგურაცია იყო დეკემბერში, კი ბატონო. ხო და შემდგომ უკვე 2020-ში ჰქონდათ იგივე მცდელობა. უკვე გაიყვნენ ესენი, ასე ვთქვათ, ვითომ ერთმანეთს უპირისპირდებდნენ ნამდვილად იატაკზე დაყრილი ვერცხლის წყალივით არიან, მოხვედავ და ერთი მთლიანი ხდება ისევ. და რა თქმა უნდა ეს იყო ერთი მთლიანი და დღესაც არის ერთი მთლიანი, როდესაც სააკაშვილი ამბობს, აი ბოლო განცხადება იყო მისი, რომ ჩვენო გაყოფილები ვართო უკეო და იქით არიან ცუდებიო და ჩვენ აქეთ ვართ კარგებიო და ისო ეს ამბობდა ოროსნები, ხუთოსნები, ოროსნები. მაგრამ ეხლა უკვე სუსხანერად ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიცხოვრებთ ერთად და რაღაცა, ანუ კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს დაპირისპირებას. ეს ადამიანი არის საქართველოს მტერი. საქართველოს სახელმწიფოს მტერი კი არა მარტო საქართველოს როგორც ჩვენი სამშობლოს მტერი. მე არ მიყვარ ზოგადად აი სამშობლოს ყურადღების გამო არაფერს არ ხედავს ეს ასე ის ფიქრობს იმას რომ რაც უფრო ღრმა იქნება დაპირისპირება საზოგადოებაში მით უფრო მეტად გაჭირდება ქვეყნის წინსვლა და ამ გაღრმავების ფონზე რა თქმა უნდა იქნება კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება ხელისუფლებას მართვა და მართაობა იწვევს ქაოსს და ამ ქაოსის ფონზე იქნებ ისევ აბობუდეს ძალაუფლების მწვერვალზე. აი ამას ცდილობს ის მეც არაფერს. საერთოდ არავინ და არაფერი არ უყვარს დედამიწის ზურგზე საკუთარი თავის და საკუთარი ძალაუფლების გარდა. იცით თქვენ ეს ცნობილი ამბავია რომ ნებისმიერ ნარკოტიკზე ძლიერი არის ძალაუფლება როგორც ნარკოტიკი და დამოკიდებულება საჩენს საშინელს და ეს დამოკიდებულება აქვს მას. მას კი არა ნებისმიერი თანამდებობის პირი რომელსაც მოხსნიან დეპრესიაში ვარდება იმის გამო რომ რამდენიმე თვე ჭირდება და შეიძლება წელიწადიც კი იმისთვის რომ დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. ადამიანისთვის რასაც კარგავს კი ბატონო. ისე იმ ძველ ფანტაზიებში არ იყოს და სისხლში არ ხედავდეს თავის კაბინეტს და თავის მოსასვენებელ ოთახს და ამიტომ სააკაშვილისგან ეს გასაკვირი არ არის, არც მიკვირს ასე რომ იქცევა, ასე რომ ლაპარაკობს და არც დანარჩენებისგან ვისაც ახლა ბრალი წაუყენეს, იმიტომ რომ ამ ადამიანებსაც ეს დამოკიდებულება აქვს. საქართველოს მათთვის არის სამომხმარებლოდ რაღაცა სივრცე, რომელიც უნდა გამოიყენონ საკუთარი ეკონომიკური, პოლიტიკური, მანიაკალური რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემების ამ ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ისინი ამ ჩვენს სამშობლოს არ განიხილავენ როგორც სამშობლოს. აი დააგვირდით მათ დამოკიდებულებას იგივე უცხოელებთან ურთიერთობის დროს. რა ბრალდებაც აქვთ ახლა წარდგენილი მათ. ისინი მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დაზიანებული იყო საქართველო და არა საქართველოს ხელისუფლება. მე ამას ხაზს უსვამ. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ, უბრალოდ ჩვენი ხელისუფლება საუბრობს, რა თქმა უნდა ჩვენც საუბრობთ ამ საკითხებზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, ეკონომიკურ პროგრესზე და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი აისახება კონკრეტულ ადამიანებზე. ეს არ არის მარტივი საქმე, აი როდესაც ახლა ამბობენ რომ აი რატო არ იზრდება პენსიები ამდენი და ადარებენ სხვადასხვა ქვეყნებს. უნდა შევადაროთ ჩვენ ამ შემთხვევაში მთლიან შიდა პროდუქტში ერთ სულ მოსახლეზე რამდენი გამოდის და იქიდან ითვლება მე ეს პენსიაც. ეს ასე არ არის. ქვეყანა რომ სადაც ერთ სულ მოსახლეზე არის $100,000 და ქვეყანა რომ სადაც ერთ სულ მოსახლეზე არის $9,000 მაგალითად როგორც ჩვენთან. ხო, ერთნაირი პენსია ვერ ექნება. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული, მაგრამ არ შეიძლება
შეიძლება რო არ იცოდნენ, აი ნინო მე რაზე ვამახვილე მე მესმის დაქირავები დასაქმებულების მიმართებაში პენსიონერებთან ესეც არის. მე ვამბობ იმას, რომ ამ ადამიანებმა, ვინც პოლიტიკაში არიან, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები იყვნენ, პარლამენტის წევრები, მინისტრები და ასე შემდეგ, ეს იციან. უბრალოდ იმისთვის, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა გაიზარდოს, დაპირისპირება გაიზარდოს და ხელისუფლების მიმართ ნეგატიურად განაწყონ ეს ადამიანები ქვეყნის მოსახლეობა. მხოლოდ ამიტომ ამბობენ ამ ტყუილებს, თორემ რეალობა როგორ შეიძლება არ იცოდნენ. როგორ შეიძლება ახლა დავუშვათ სინგაპურში, ან შვეიცარიაში, ან შვედეთში, ან დანიაში, ან ფინეთში და საქართველოში იყოს ერთნაირი პენსია, ან სოციალური დაცვის გარანტიები, ხო? რის შესაძლებლობა საქართველოს აქვს, ამას მაქსიმალურად აკეთებს, მაგრამ როგორც იტყვიან, თავს ზემოთ ძალა არ არის. მაგრამ დააკვირდით, როდესაც რაიმე ინვესტიციებზეა ლაპარაკი, როგორი გააფთრებულები ეწინააღმდეგებიან ამას. გაყიდვა თქვით და ამ შემთხვევაში აი ამ ხელშეკრულებას არაბებთან საზოგადოების ნაწილი აღიქვამს როგორც გაყიდვას. არა, მე რაც მოვისმინე ინფორმაციები, ეს ხელშეკრულება არავის აღგანახი და არც მე არც ამიკითხავს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კომერციული ნაწილი არის გასაიდუმლოებული, მაგრამ როგორც დავუშვათ ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქრივიშვილმა ისაუბრა ამის თაობაზე, სახელმწიფო ამ პროექტში მონაწილეობს 23. აი, ჩემთვის მარიამ ქრივიშვილი არ არის ის ავტორიტეტი, რომლის სიტყვით თორსა მეც ნინო, მე არ მივესალმები. მე იმას კი არ ვამბობ, რომ მარიამ ქრივიშვილი ჩემთვის ავტორიტეტია. მე არ მივესალმები მედიიდან ინსტიტუტების დისკრედიტაციას. ეს არ არის სწორი და კი ბატონო, არ არის სწორი, მაგრამ მე არ ვიცნობ პირადად მარიამ ქრივიშვილს. მე არ ვიცნობ, მინისტრი არ არის ის დონე მეთქი, მე აი ვიგულისხმობ. გავიგე, მაგრამ თუ ვინა ვიღაც სხვა იყოს ჭიჭიკო ბენდელი. ჩვენ აქაც ნაციონალურმა მოძრაობამ მიგვიყვანა აქამდე. იმიტომ რომ თვითონ როდესაც იყვნენ ჯერ კიდევ ხელისუფლების ნაწილი, შევარდნაძის ხელისუფლების ნაწილი ეს ადამიანი სააკაშვილი მერაბიშვილი და ასე მაშინაც ცდილობდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციების დაკნინებას, შემდგომ უკვე როდესაც თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, ავტომატურად იქცეოდნენ ისე, იმდენად ძალადობდნენ, რომ სრულიად ბუნებრივია საზოგადოებას მაშინდელი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც უფრო ძლიერი იყო ვიდრე შევარდნაძის დროს, მაგრამ უფრო შეუბრალებელი იყო, უფრო დაუნდობელი იყო ხალხის მიმართ და შესაბამისად მათი ამ სადისტური გამოვლინებების გამო მათ მიმართ შიში იყო, მაგრამ ამ შიშმა სიყვარული არ შეიქმნა და მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ შიში სიყვარულს რა ქნა ვერ ვეთანხმები ამას, იმიტომ რომ შიში სხვანაირად არის, სხვათა შორის ისე არ არის, მე შენ გადკენ და კი ბატონო, ღმერთის სიყვარული, მე მაგალითად ღმერთის სიყვარულსაც ღვთის მოშიშობას არ გულისხმობ იმას, რომ ღმერთის რომ მეშინია, იმიტომ მიყვარს. არა, რა თქმა უნდა. ამიტომ ისინი ცდილობდნენ, რომ შიში დაენერგათ საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, საზოგადოებიდან მიიღეს სააკაშვილის ხელისუფლებამ ის, რომ მათი ინსტიტუტების მიმართ იყო უნდობლობა. ეხლა მას შემდეგ რაც ისინი ხელისუფლებაში არ არიან და მე არაბების საკითხს დაუბრუნდები, რა თქმა უნდა, ერთ წამითაც არ დამვიწყებია ვინმე არ იფიქროს ჩვენმა მაყურებელმა და მსვენელმა. ხობოთ არ გვაპატიებდა რო არ გვეხსენებინა, ხო გეს აუცილებლად უნდა გვეხსენებინა. აუცილებლად ვილაპარაკებ მაგაზე. ისინი ცდილობენ 4 წუთი გვაქვს და მოვასწრებ. კი ბატონო, ისინი ცდილობდნენ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები. იმიტომ ამბობდი, რომ აუცილებლად უნდა აკრძალულიყო. დისკრედიტაცია მოხდარიყო სასამართლო სისტემის, სამართალდამცავი სისტემის, პოლიციის, პროკურატურის, მაკონტროლებელი ორგანოების, საფინანსო ორგანოების, ყველას დისკრედიტაცია მოხდარიყო და განსაკუთრებით ურტყამდნენ სასამართლო სისტემას, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ ყველა საქმე საბოლოო ჯამში მიდის სასამართლოში და სასამართლოს თუ ხელში ვერ ჩაიგდებდნენ და ამის მცდელობა ჰქონდათ ამერიკელებს. იცით თქვენ ძალიან კარგად, ამერიკის საელჩო წარმომადგენელი იჯდა სასამართლოს შენობაში, რამაც ჩემი ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია ამ რამდენიმე წლის წინ, რა უნდა სასამართლოს შენობაში, რატო უნდა იჯდეს უცხო ქვეყნის წარმომადგენელი. საერთოდ შენობაში რა უნდა იმ ადამიანს თავისუფლად რომ დადით და მით უმეტეს კაბინეტი როგორ უნდა ქონდეს. აი გვენ ჩაძის მე მგონი ამბავი გახსოვთ მოსამართლოს. როგორ არ მახსოვს რა. აი სასამართლოს თუ ხელში ვერ ჩაიგდებდნენ და თავიანთი დიქტატის ქვეშ ვერ მოაქცევდნენ სასამართლოს ამერიკელები და ეს მათი აქაური NGO დაქირავებულები. ამ შემთხვევაში იმდენად დისკრედიტებული უნდა ყოფილიყო, რომ მის მიერ ამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები ეჭქვეშ დამდგარიყო. ეს იყო მათი მიზანი. ეხლა ამ საკითხს რომ დაუბრუნდეთ. დიახ. ხელშეკრულებას. ეს არის უსარმაზარი საინვესტიციო პროექტი. ასეთი პროექტები უნგრეთშიც აქვს განხორციელებული ამ ჯგუფს, ლატვია, ლიტვაშიც და აი საინფორმაციო უზრუნველყოფა არ არის, მე მგონი შესაბამისი. საინფორმაციო უზრუნველყოფა არ არის და მეორე, მე ვფიქრობ, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით ჯერ ერთი ეს მოლაპარაკებები ხო ერთ დღეში და ორ დღეში არ გადაწყდა, ანუ
ხანგრძლივად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. საჭირო იყო საზოგადოების მომზადება ამასთან დაკავშირებით და მეორე, როგორც ამბობს მეთქი, წეგან ვერ დავასრულე ეს მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი 33%-ით არის სახელმწიფო. და როდესაც ამბობენ რომ არაბებს მიყიდეს მიწა, ეს არის ტყუილი კანონმდებლობით ვერ იყიდიან არაბები მიწას და ვერც არაბები და ვერც მონღოლები. ვერავინ ვეღარ იყიდეს საქართველოში მიწას, ვერც თურქები, ვერც რუსები და მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი. ხო იცი, ვერც სპარსელები ვერ იყიდიან აქ, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება. ამიტომ სახელმწიფოს თანამონაწილეობა 33% და ეს მიწა ისევ სახელმწიფოს საკუთრებაა. ჩვენ თავის დროზე ძალიან სერიოზულად შევსკურთით. არის ესე უნდა ვივარაუდოთ თანამონაწილეობა. და მე მოგებიდანაც იღებს შესაბამისად წილს. ანუ სახელმწიფოსია ეს მიწა, სახელმწიფოს საკუთრებაა ეს მიწა, ეს არ არის იმ ინვესტორის საკუთრება. ეს მინდა რომ ახსნა, ანუ მე რაც გავიგე და მე ვფიქრობ რომ უფრო მეტი ახსნა ჭირდება ასეთ საკითხებს იმისთვის რომ საზოგადოებაში არ გამოიწვიოს რაღაცა დეზინფორმაციული ნაკადების გავლენა. შიში პანიკა. შეიძლება შიში უყურეთ ნინო, მე ასე არ უყურებ. შეიძლება საზოგადოების შიში არის სრულიად საფუძვლიანი, მაგრამ თუ ჩვენ უნდა დავალაგოთ ამ შემთხვევაში, რას ამბობს მინისტრი, რა თქმა უნდა კომერციული ნაწილი შეიძლება გასაიდუმლოებულია, მაგრამ რისი გამოქვეყნებაც შეიძლება ამ ხელშეკრულებიდან უნდა გამოქვეყნდეს. თუ რაღაცა ვერ გამოქვეყნდება, უნდა აგვიხსნა რატო ვერ ქვეყნდება და რა არის ამისი საფუძველი, რატო ჩაიდო ეს მოთხოვნა ამაში. ეს იყო თუ არა დაუშვათ კომერციული საიდუმლოება იმისთვის რომ მათ ყავთ კონკურენტები და იმან სხვამ არ წაიღოს დაუშვათ რაღაცა ინფორმაცია ამ ხელშეკრულებიდან და ასე შემდეგ. სახელმწიფოს უამრავი საიდუმლო ხელშეკრულებაა გაფორმებული და უამრავი სახელმწიფო დოკუმენტი კანონი გვაქვს კაცო სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის შესახებ და გრიფები არსებობს სრულიად საიდუმლო, განსაკუთრებით საიდუმლო და საიდუმლო და მაშინ თქვათ რომ ჩვენ ართ ახლა ღია საზოგადოება რაც აბსოლუტური სისულელეა მთელ მსოფლიოში არ არსებობს. მაგრამ საინფორმაციო ზრუნველყოფა აუცილებელია. ამას წინ ყოველთვის უნდა უსწრებდეს საინფორმაციო. მე არ ვამბობ რომ ქართულ ოცნებას არ აქვს ამის შესაძლებლობა. ამის შესაძლებლობაც აქვს და უფრო მეტისაც. ამიტომ, როდესაც ამ ბრძოლაში არიან და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ვართ ამ ბრძოლაში. რეალურად სასურველია რომ ეს ინფორმაციები იყოს თავიდანვე და აუხსნან საზოგადოებას რომ აი როგორც მე ვთქვი ახლა, რაც მე გავიგე ქრივიშვილის ეს ნათქვამი, მინისტр ქრივიშვილის 33%-ია სახელმწიფოსი. ხო, ეს არის მიწა. ანუ მიწა არ გადაეცემა არაბებს. ისევე როგორც ჩინელების ქალაქზე ამბობდნენ, ჩინელებს გადასცეს, ჩინელებს, რა ვიცი ახლა რამდენი ჩინელი ცხოვრობს? მილიარდ ნახევარი არის ჩინელი და შეიძლება 20 ცხოვრობს, ან 20-ც არა, იმ ეგრეთ წოდებულ ჩინურ ქალაქში, თბილისის ზღვაზე და ეს კორპუსები ხო არის და იქ ხალხი ხო ცხოვრობს. და საერთოდ, როდესაც ამ უცხოელების აქ ჩამოსახლებას და კორპუსების ყიდვაზე და მშენებლობაზე და ყიდვაზე ვლაპარაკობთ, სტატისტიკას უფრო მეტად უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვინ ყიდულობს ამას. პირველ ადგილზე არიან უკრაინელები, ბელორუსები და რუსები. კი, სლავები არიან. მერე მოდიან სხვები 20%-ია მათი და ბათუმში იგივე და მერე მოდიან სხვები და ამიტომ ამ სტატისტიკის მუდმივად მიწოდები და კარგად ახსნით ამ დეზინფორმაციულ ნაკადებს ჩვენ შევამცირებთ და საბოლოო ჯამში საზოგადოებაც ინფორმირებული იქნება. მე არ მიკვირს საზოგადოების შეშფოთება, მე მინდა პატივისცემა დაუდასტურო ამ საზოგადოებას და ვთქვა რომ არ მიკვირს ეს შეშფოთება, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ აღმოჩენილ ვართ წარსულში იმ მდგომარეობაში, როდესაც მიმავალი კოჭლი იხვი პრეზიდენტი სააკაშვილი მოქალაქეობას ურიგებდა ათასობით ადამიანს და ამით სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ქვეყანას და ამიტომ საზოგადოების შიშები მე არ მგონია რომ დასაგმობი უნდა იყოს ამ შემთხვევაში. პირიქით უფრო მეტი ინფორმირება სჭირდება ამ საზოგადოებას. ძალიან დიდი მადლობა, დიდი ბოდიში დავამთავრეთ, მაგრამ როგორ იკეთებათ საეთერო დრო ამოიწურა. დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს. მე გემშვიდობებით შევხვდებით მომავალ კვირას ნახვამდის.